სულ სხვა მოლოდინები არსებობდა ალიანსთან დაკავშირებით, რომ ალიანსი უნდა ყოფილიყო ბევრი თუ არა რამდენიმე პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობის პლატფორმა, თუმცა რასაც ვხედავთ, ჯერჯერობით დაპირისპირების მიზეზი გახდა მათ შორის, ანუ შიდა პარტიულ საკითხებთან ერთად ალიანსიც გახდა დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციურ ფლანგზე. საბა, თქვენგან დავიწყებ, როგორ ფიქრობთ ზოგადად, რა კონფიგურაციით შეიძლება მივიდეს ოპოზიცია არა თუ კალენდარულ არჩევნებამდე, არამედ თუნდაც სექტემბრამდე, იმიტომ რომ არაფერი განსაკუთრებული სექტემბერში არ ხდება, თუმცა რაღაცა მოლოდინი არსებობს, რომ ახალი პოლიტიკური სეზონი შეიძლება, ხო, სეზონი ან ტალღა წამოვიდეს, მოკლედ, სწორედ სექტემბერში. ხო, მე ვერ გეტყვით, ემა, რა კონფიგურაციები იქნება, კონფიგურაციებზე უფრო მნიშვნელოვანი მგონია, რომ რა პოლიტიკური განაცხადით მივალთ ჩვენ საზოგადოებასთან ამ თუნდაც კალენდარული არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რას ვაკეთებთ ჩვენ ამ პროცესში, ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ პროცესის მიღმა, სადაც ბევრს საუბრობთ იმაზე, ვინ ვისთან ერთად იქნება, ვინ ვისთან ერთად არ იქნება, ვინ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ვინ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, რას იზავს ქართული ოცნება, ეს კითხვები არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ კითხვების მიღმა არის ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია საზოგადოების ნდობის დაბრუნება და იმ ადამიანების ნდობის მიღება, რომლებიც აქამდე ვერ ხედავდნენ ოპოზიციურ სპექტრში ალტერნატივას. სწორედ ეს არის ის, რაზეც პირადად მე ვმუშაობ და ჩვენ დიდ ძალისხმევას ვხარჯავთ ამაზე, რომ იყოს ალტერნატივა, რომელიც უფრო მეტად ისაუბრებს არა იმაზე, ვისთან ერთად იქნება ან არ იქნება, არამედ ისაუბრებს იმაზე, რას გავაკეთებთ, მათ შორის და პირველ რიგში რას გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს დაიბრუნოს თავისი როლი რეგიონში, საქართველოს იყოს პოლიტიკურად, ეკონომიკურად, სატრანზიტო თვალსაზრისით ლიდერი ისევ რეგიონში და არ დაუთმოს პოზიციები მეზობელ ქვეყნებს და არ აღმოჩნდეს უფროსი ძმის პოზიციაში. როგორ მუშაობთ, რომ პოლიტიკური ალტერნატივა გაჩნდეს, ამას დავუბრუნდები საბა და ის ამბების გახსენება, უფრო მეტი სიცხადის შეტანა თუ დაგვეხმარება იმის გამოცნობაში რეალურად რა პოლიტიკური კვანძის გახსნის მომსწრე შეიძლება გავხდეთ თუ ახლოეს თვეებში, მაგრამ ამ საკითხს აუცილებლად მინდა შევეხო და რამდენიმე გარემოების გამო, ანუ ჩვენ ვნახეთ, რომ ხო, რამდენად სწორი იყო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, როგორც პოლიტიკური მორალის თვალსაზრისით იმაზე საუბარი ღიათ, რომ რეალურად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი არ ჩაუჩოჩებიათ ხაბეიშვილი, არამედ იმის გამო, რომ თურმე ოპოზიციური ეგრეთ წოდებული სვეტსკი ბაბლისთვის ის მიუღებელი აღმოჩნდა, მაგრამ აი თქვენ მინდა გკითხოთ, თქვენ საბა ეს იმ პერიოდია საუბარი, როდესაც თქვენ ლელოს წარმოადგენთ და ლელო მონაწილეობს, რა თქმა უნდა, ქარტიის მასშტაბით და ეგიდით გამართულ შეხვედრებში და ცოტნე მაშინ არის კოალიცია ცვლილებებში, კი ბატონო, და თქვენც გქონდათ შეხება, ანუ ეხლა ძირითადი 4 პოლიტიკური ჯგუფი იყავით, ხომ? თუ გამოვაკლებთ ნაციონალურ მოძრაობას, თავისივე თავმჯდომარის მიმართ ხوار ექნებოდა მიუღებლობა, აუტანობა. რჩება მხოლოდ სამი. ინგლისურად არ მილაპარაკის საჭიროება არ მქონია, ქართულად ვლაპარაკობდით, აბსოლუტურად მისაღები იყო როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ჩემთვის. აქ როგორც მივხვდი, სააკაშვილი თავის რაღაც შიდა პოლიტიკურ საკითხებზე ლაპარაკობს, მე ვერაფერს ვიტყვი, ეს მათი შიდა პარტიული საკითხი არის, თუმცა რა თქმა უნდა, სააკაშვილის მიმართ ნდობა არ გამაჩნია, იმიტომ რომ სანამ ამას იტყოდა, ამ გადაწყვეტილებას და ამ გულწრფელ აღსარებას იტყოდა, იქამდე თქვა ასეთი რაღაც, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესის მთავარი პრობლემაა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ დაემსგავსა ქოცებს, ვინაიდან როგორც ქოცებს მათაც აკლიათ გულწრფელობა, გამჭვირვალობა, იყენებენ ორმაგ სტანდარტს და მე მგონი აქ საკუთარ თავზე ლაპარაკობდა. სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერად გამოცხადება. სხვაზე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს პროცესები იქ მიდის და ეს ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ამას გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის, რომ პოლიტიკა ვაკეთოთ უფრო გამჭვირვალედ, ორმაგი სტანდარტის გარეშე, გასაგებად ჩვენი ამომრჩევლისათვის. თავის მხრივ
ის გარემოებები, რომელიც ცოტნე მახსენა და თქვენ გაიმეორეთ, რომ აქ მნიშვნელოვანი რაღაცეები კიდია ჩვენ თავზე, ის რაც არის პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება, ის რაც არის ამავდროულად პოლიტიკური პარტიების გაუქმება და აკრძალვა და რაშიც არ უნდა იყენებდეს ამას ქართული ოცნება, იქნება ეს ვიღაცასთან მოლაპარაკება თუ რაღაც სხვა ტიპის შანტაჟი. რეალობა არის ერთი, რომ როცა პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ, როცა პარტიებს კრძალავენ და ეს რეალობა არის და ეს პარტიები ვერ ახერხებენ, რომ საკუთარი ამომრჩევლის, თუნდაც 1, 2, 3 ან 4 და 5% გამოიყვანონ ქუჩაში და დაუპირისპირდნენ ამას, ეს ნიშნავს სისტემურ პრობლემებს ამ პარტიებში. და მე ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვიღაც ცუდია ან ვიღაც კარგია, ამას ვამბობ იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ავაშენოთ უკეთესი პოლიტიკური პარტიები და უკეთესი პოლიტიკური პარტიები ვერ აშენდება თუ საზოგადოება საკუთარი პრობლემების თუნდაც გაჟღერების ინსტრუმენტად ვერ დაინახავს პარტიებს, რომ დაგძარცვეს ტენდერებიდან ფული აკეთეს, რკინიგზიდან ფული აკეთეს, მთელი მინისტრთა კაბინეტი კორუმპირებული რო აღმოჩნდა, ბავშვთაყვებიდან სოციალურად დაუცვლა სასადილოებიდან რო ფული აკეთეს და აი ეს ყველაფერი რო დააკეთეს ქართულ ხალხს, გააღარიბეს ამავდროულად და ჩვენ ამაზე გარდა იმისა, რომ ამის კრიტიკის გარდა არ ვსაუბრობთ სათანადოდ როგორ შევცვლით მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ იმისთვის, რომ ესეთი რაღაცა აღარ მოხდეს, იქამდე ეს ნდობის კრიზისი არსებობს და ამიტომ არ არის აუცილებელი, რომ საარჩევნო პერიოდში შევიდეთ იმისათვის, რომ საზოგადოებას უთხრათ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეწყდება ფულის ბეჭდვა, დანაშაულებრივი, რასაც აკეთებს ეროვნული ბანკი, რაც თავის მხრივ ინფლაციურ პროცესებზე იმოქმედებს დადებითად. გართულდება, რა თქმა უნდა, რაღაც პროცესები, მაგრამ ის, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს, არის მიზეზი ერთ-ერთი ამ ხალხის გაღარიბების. მონოპოლიები, კარტელური გარიგებები, ეს ყველაფერი, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ, კონკურენციის ნაკლებობა და საქართველოს მიმართ ინვესტორების ნაკლებობა არის ის, რაც იწვევს იმას, რომ აქ მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი არ იქნება, ამიტომ გარბის ხალხი გარეთ. ამიტომ ამას უნდა ვუპასუხოთ ჩვენ, როგორ დავაკავებთ ყველაზე შრომის უნარიან ნაწილს ჩვენი მოსახლეობისა საქართველოში და რომ იწონებს ქართული ოცნება თავს მულტიპოლარული ეგრეთ წოდებული საგარეო პოლიტიკით, სადაც ყველას სადღაც აიათოლას გასვენებაში კორკოტს ჩაიტანენ და მერე ბრიუსელში გაისეირნებენ და კიდე სადღაც ჩავლენ და ხელს ჩამოართმევენ და ამას რომ ეძახიან მულტიპოლარულ პოლიტიკას, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ ქვეყნებიდან, სადაც ისინი დადიან და რომლებიც ახალ სტრატეგიურ პარტნიორებად გვესახება და რისი მეწინააღმდეგით საერთოდ არ ვარ, ოღონდ ძველი ტრადიციული პარტნიორების ჩანაცვლების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ეს და მათი გაძევების ხარჯზე. უნდა იცოდეს საზოგადოება, რომ ამ ძალისხმევას არ მოუტანია არანაირი ფულში გამოხატული შედეგი, იმიტომ რომ ეს ქვეყნები არაბთა გაერთიანებული საემიროები, ჩინეთი და სხვა სახელმწიფოები, რომლებსაც ქართული ოცნება გვთავაზობს როგორც ალტერნატივა, თუნდაც ეკონომიკური, საქართველოში 10 ყველაზე მსხვილი ინვესტორ ქვეყანაშიც არ შედის ეს სახელმწიფოები და მას რაში მდგომარეობს მათი ეს ტაილეირანისეული რაღაც გენიალური საგარეო პოლიტიკა, ხო? ჩნდება კითხვა, მაგრამ ვერანაირი საგარეო პოლიტიკა საქართველოს მიმართ ვერ გააჩენს ინტერესს ემა, თუ საქართველოს არ ექნება თავისი ბუნებრივი როლი და ადგილი დაბრუნებული, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო და არა მხოლოდ სატრანზიტო ცენტრი ამ რეგიონის. და ამის შესაძლებლობა საბედნიეროდ არსებობს, იმიტომ რომ სამხრეთ კავკასიის მიმართ ჩვენი პარტნიორობის ინტერესი არის უკიდურესად გაზრდილი. ამის მაგალითი არის ის, რომ თუნდაც სომხეთში, სადაც საერთოდ მინიმალური ურთიერთობები იყო ფაშინიანის მმართველობამდე ამერიკასთან, ევროკავშირთან, ხედავთ, რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია დაანონსა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ოვალურ კაბინეტში მოეწერა შეთანხმებას ხელი და ჩვენ რა მივიღეთ? ამის თუნდაც 10%-ის ოდენობის რამე ერთი მნიშვნელოვანი ტრანზაქცია დაგვისახელოს ქართულმა ოცნებამ რა გარღვევა გოდოს მოლოდინის რეჟიმში ხომ არ ვართ, ხო? რას ველოდებით? მოლოდინის რეჟიმში დავრჩებით და დავრჩებით ასეთ ბეჭავ მდგომარეობაში იქამდე სანამ ქვეყანა თავის თავს არ დაუბრუნებს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ფუნქციას და ამას ხელს უშლის
პოლიტიკური კრიზისი, იმიტომ რომ იქ სადაც არის პოლიტიკური კრიზისი, ვერანაირი დიდი პოლიტიკური იდეა ვერ დაიბადება. ამიტომ ამბობ ჩვენ რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში პოლიტიკის განადგურება, იმიტომ რომ პოლიტიკა უნდა იყოს იდეების შეჯიბრის ადგილი და პოლიტიკის საშუალებით უნდა ვარკვევდეთ ჩვენ იმას, რისი გაკეთება შეიძლება, რისი რეფორმირება შეიძლება, რა იყო ცუდი, რა იყო კარგი, ეს არის პოლიტიკა და არა ის ვიღაცამ ალიანსში ვიღაცას შეაგინა თუ არა და ვიღაცა საარჩევნოდ გაუერთიანდება თუ არა და ერთი სიით წარდგებიან თუ ცალ-ცალკე სიით წარდგებიან და ლეგიტიმური პრეზიდენტის ძიებაში ვართ თუ არა და ამ კითხვების გაცემა ეს არ არის პოლიტიკა. პოლიტიკა არის იდეების შეჯიბრის ადგილი, სადაც ჩვენ ვეჯიბრებით იმაში, ვინ უკეთესად მოემსახურება ქართული ხალხის ინტერესებს და იქამდე სანამ ეს არ შეიცვლება, პოლიტიკის მიმართ ინტერესი არ იქნება და მათ შორის თქვენი მედიის როლიც არის ამაში, რომ რაღაცნაირად ხელი შეუწყოთ იმ მოცემულობას, რომ პოლიტიკური პროცესი გაჯანსაღდეს, დაბრუნდეს ამ ქვეყანაში, ხალხი იდეებზე ეჯიბრებოდეს ერთმანეთს და იმას არ უხსენებდეს ერთმანეთს 2 და 3 წლის წინ ვინ ვისზე რა თქვა და შემდეგ ვინ ვისთან გაერთიანდა და რა ქონდა ნათქვამი და ეხლა რას აკეთებენ და რას მოაწერეს ხელი. არის ახლა მედია ამ შემთხვევაში უძლურია, როდესაც ერთ პოლიტიკოს დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს სინდისი შეაწუხებს და 2 წლის შემდეგ გულწრფელობის ასე ვთქვათ განწყობაზე დადგება, როგორ უნდა შეუშალოს ახლა ამას მედიამ ხელი.